არსებობს შურის ძიება, რომელსაც წლები სჭირდება. და არსებობს შურის ძიება, რომელსაც მილიონობით დოლარით დამსხეული ძრავები და 7 ლიტრიანი ვირვა სჭირდება. ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ იქცა მსოფლიოში უდიდესი ავტოგიგანტის ერთი პატარა იტალიური უარი, რამოდენიმე წლიან ომად. ისტორია, სადაც ნავთობის, სისხლისა და ლითონის ფასად დაიბადა ლეგენდა, რომელმაც ავტოსპორტის ისტორია სამუდამოდ შეცვალა. მოგესალმებით მექანიკაზე. დღეს მოგიყვებით ლეგენდარულ ომზე, ფორდსა და ფერარის შორის. როგორ დაიბადა Ford GT40 და როგორ გადაუარა ამერიკულმა გუნდმა იტალიურ ელეგანტურობას ლე მანის 24 საათიან ჯოჯოხეთზე. 1960-იანი წლების დასაწყისში ჰენრი ფორდ მეორეს სურდა, ფორდის იმიჯი შეეცვალა. იმ პერიოდში ფორდი აღიქმებოდა როგორც საოჯახო მოსაწყენი მანქანების მწარმოებელი ბრენდი. ახალგაზრდა თაობას კი სისწრაფე და ვნება აინტერესებდა. ამ დროს ფერარი ავტოსპორტში, განსაკუთრებით ლე მანის 24 საათიან რბოლებში აბსოლუტური დომინანტი იყო, თუმცა ფინანსურად უჭირდა. 1963 წელს ჰენრი ფორდმა ენცო ფერარის შეთავაზება გაუგედა. მას სურდა, რომ ფერარი ფორდის საკუთრებაში გადასულიყო. თვეების განმავლობაში მიდიოდა მოლაპარაკებები. ფორდმა მილიონობით დოლარი დახარჯა აუდიტსა და იურისტებში. შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო, მაგრამ ხელმოწერისას ენცო ფერარიმ ხელშეკრულებაში ერთი პატარა პუნქტი აღმოაჩინა, რაც გულისხმობდა, რომ ავტოსპორტის ბიუჯეტს და სარბოლო გუნდს საბოლოოდ მაინც ფორდი გააკონტროლებდა. ენცო ცნობილი იყო თავისი უმართავი ფეთქებადი ხასიათით. მან ხელშეკრულებაზე ხელი არ მოაწერა, ფორდის წარმომადგენლები გამოლანძრა და მოლაპარაკებები იქვე შეწყვიტა. მალევე კი ფერარის წილი იტალიურ Fiat-ს მიჰყიდა. ჰენრი ფორდ მეორე ოფებს კრიდა. მან თავის ინჟინრებსა და მენეჯერებს მოკლე და კონკრეტული ბრძანება მისცა. დაახარჯეთ რამდენიც გინდათ, ოღონდ შექმენით მანქანა, რომელიც ლე მანზე ფერარს გაანადგურებს. ამ დროს ფორდს სარბოლო ავტომობილის აწყობის გამოცდილება არ ჰქონდა, ამიტომ ბრიტანულ ლოლა ქარსთან ითანამშრომლა. ასე დაიბადა პირველი Ford GT40. ციფრი 40 აღნიშნავდა მანქანის სიმაღლეს დუიმებში, მაგრამ 1964 და 65 წლის სეზონები ფორდისთვის სრული კატასტროფა აღმოჩნდა. მაღალ სიჩქარეზე მანქანის წინა ცხვირი ჰაერში იწევდა, მართვადობა იკარგებოდა და მანქანა ფაქტობრივად მიფრინავდა. ძრავები ფეთქდებოდა, გადაცემათა კოლოფები კი ვერ უძლებდა დატვირთვას. სეზონის რბოლებში ფორდის ყველა მანქანა მწყობრიდან გამოვიდა. ფერარმა ისევ გაიმარჯვა და ჰენრი ფორდი მსოფლიოს თვალწინ შეერცხვა. საბოლოოდ ფორდში მიხვდნენ, რომ მხოლოდ ფულით და კოსტუმიანი ბიუროკრატებით რბოლას ვერ მოიგებდნენ. პროექტი გადასცეს კეროლ შელბის, ლეგენდარულ რბოლის კონსტრუქტორს, რომელმაც თან მოიყვანა გენიალური, თუმცა რთული ხასიათის ბრიტანელი მრბოლელი და ინჟინერი კენ მაილსი. მათ GT40-ს ჩაუტარეს რადიკალური მოდიფიკაცია. 4.2 ლიტრიანი ძრავი შეცვალეს გიგანტური 7 ლიტრიანი ვირვით. იმ დროს მუხლუჭები 24 საათიან რბოლას ვერ უძლებდა. შელბის გუნდმა შექმნა სისტემა, სადაც პიტ-სტოპზე მთლიან სამუხლუჭე დისკებსა და სუპორტებს რამდენიმე წუთში მთლიანად ცვლიდნენ, რაც მანამდე არავის გაეკეთებინა. კენ მაილსმა ასობით საათი გაატარა ტესტებზე მანქანის საჭესთან, სანამ მანქანამ იდეალური სტაბილურობა არ მიიღო. შედეგად მივიღეთ GT40-ის მეორე თაობა. 1966 წლის ლე მანის 24 საათიანი რბოლა ისტორიაში შევიდა. ფერარის ყველა მანქანა მწყობრიდან გამოვიდა უზარმაზარი დატვირთვის გამო. GT40-ებმა კი არაუბრალოდ მოიგეს, არამედ პირველი, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. ფორდმა მიაღწია თავის მიზანს. მან შური იწია და 1966-დან 79 წლამდე ზედიზედ 4 ჯერ მოიგო ლე მანი, რამაც საბოლოოდ დაამსხვრია ფერარის დომინაცია ამ დისტანციაზე. ენცო ფერარის უარმის შედეგად ფორდმა მილიონები დახარჯა, მაგრამ სამაგიეროდ ავტოსამყაროს აჩუქა შედევრი, რომლის ხმაც ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი ტანში ჟრუანდელს გვივლის. თუ გიყვართ ნამდვილი მექანიკა, სისწრაფე და ავტომობილების ისტორია, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.